პროვასტი კაკაო გამიკეთე, ხასიათზე არ ვარ. ხო, საყვარელო, რამე მოხდა, ვინმე შეურაცხყოფა მოგაყენა, უბრალოდ მითხარი. მოკლედ პროვასტი, წარმოიდგინე, რადგან მე და შენ გვიანობამდე ვიყავით გარეთ, დედა ჩემო მითხრა, რომ დასჯილი ვარ და მთელი შაბათ-კვირა სახლში უნდა ვიყო. ჯული, რას გულისხმობ დასჯილი ხარ, ამ შაბათ-კვირას ერთად უნდა წავსულიყავით. პროვასტი, იდეა მაქვს. შენ მშობლებს უთხრა, რომ დედა ჩემს უთხრან, რომ ვითომ მათთან ერთად მივყავართ თქვენი საზაფხულო სახლში, გამიშვებს. არა, ჯული, ეს არ იმუშავებს. დედა შენმა რომ დედა ჩემს დაურეკოს, მე რა უნდა ვქნათ, ერთად საერთოდ ვეღარ ვიქნებით. პროვასტი, 5 შაქარი მინდა და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? გასვლა გვინდოდა ქალაქიდან, ისეთი კარგი ტანსაცმელები ჩავალაგე უკვე. კარგი ჯული, მაშინ გამოდის, რომ ამ შაბათ-კვირას უბრალოდ არსად არ წავალთ. პატრიკ, ეს ნორმალურია? უკვე 10 წუთია შეკვეთას ვალოდებით და ესენ კიდე რაღაც ცხენებზე საუბრობენ. რამე გააკეთე? პროვას, ჩვენ ხო არ დაგავიწყდით. ჯიჯი, დაწყნარდი 1 წუთით. პროვასტი, რამე მოიფიქრე რა, წასვლა მართლა მინდა, ძალიან მინდა. ჯული, არ ვიცი, დედა შენი მკაცრია, მასთან პრობლემები არ მინდა. პროვასტი, 5 შაქარი გითხარი, 13 კი არა. ხო, დამოვიწყდა, მაგრამ ტკბილი ხო გიყვარს. პროვასტი, პეპერონის პიცა გვინდა. კოსტა, მე ამბობ თუ გახვდები დიანას სამეგობროში ვიქნები და იქნებ მერე ურთიერთობას დავიწყოთ. ფეხბურთელებო, თქვენ ჩვენს მერე ხართ. პირველებმა ჩვენ შევუკვეთეთ, უკვე 15 წუთია ველოდებით. ჩვენ აქ მნიშვნელოვანი საუბარი გვაქვს და ამას მშიერზე ვერ ვიზამთ. დიმა, კარგად მოიფიქრე. ხო, კარგად მოიფიქრე, მაგრამ შენც მე ამბობ უნდა გახდე, რომ ერთად მე ამბობ ფეხბურთელები ვიყოთ და დიანამ არაფერი ეჭვოს. დიმა, გარეთ უნდა გახვიდე, ჰაერი ჩაისუნთქო, თორე ისევ მარტო დიანაზე ფიქრობ. კოსტა, არ მესმის ჩემი და დიანას ურთიერთობის წინააღმდეგი რატო ხარ? იცი რამდენ ადამიანს უნდა ერთად რო ვიყოთ. პროვასტი. ჯული, ახლა პიცა უნდა გავაკეთო. შენი ბიჭები და პიცა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე. გოგოებო. აი, ვსო, მე მგონი საკმარისად გავხია. ვაი, მე რატომ არ ყიდიან ასეთ კოლგოტებს, რომ აღარ მომიწიოს გახევა. მია, გინდა? კი. გოგოებო, იცით რა ვიფიქრე? მოდით მე ამბოხეების სტატუები გავიკეთოთ. რა სიტყვით? ხო, მაგარია, მე ამბოხეების სტატუები. გოგოებო, მართლა რომ გავიკეთო ტატუ, დედა ჩემი მომკლავს. მხოლოდ შემიძლია დროებით ის გაკეთება. დიანა, შეგიძლია ისეთ ადგილს გაიკეთო, სადაც ვერ დაინახავს. ხო, მაგალითად, აქ. ხო მიცით როგორ მიყვარს ტატუები, კარგი ნასია, ერთი დავალება გაქვს. კარგი ტატუ არტისტი უნდა იპოვო, აუცილებლად. მისმენთ გოგოებო, ერთი მაგარი მეგობარი მყავს, ძალიან კარგ ტატუებს აკეთებს. გეუბნებით, შეგვიძლია მასთან დავჯავშნოთ და მასთან მივიდეთ. და მოიცადე, რას გავიკეთებთ, რა ტატუს. გოგოებო, მოდით რამე პისტოლეტი იყოს, ან რამე აფეთქება, არ ვიცი, ერთნაირები. მაგრამ დიანა პისტოლეტი უკვე მაქვს და მოდი აფეთქება გავიკეთოთ. მაჩვენე, კარგი აფეთქებები გავიკეთოთ. მაგარი იქნება, დაგჯავშნე. უკაცრავად ვინ არის მან? ამ კაფეში ვინმე მიცის იქ ვინ არის? არ ვიცით, 1 საათი აქვსი ვარ და არავინ არ მოსულა. იქნებ პროვოსმა ძალი ჩაკეტა, რომ ნაგავი არ დაგვეყარა. არა, მე არ ჩამიგედავს, ალბათ ვიღაც გოგომ ჩაკეტა. ხო იცი, იქ საათების ხედა. აჰა, გოგოები ჩაიკედნენ რა, ფაყები. დაკავებულია. კარგი გოგოებო, აფეთქებები. წავიდეთ ახლა თორემ ჩამოიღეს კარი, ნეტა ვინ აკაკუნებს. ვირთხებო, არ არის კარი ჩამოღება საჭირო. არც 1 საათი იქ ყოფნა არის საჭირო, გესმით? დიმა, შენი მე ამბოხე მოდის. დიანა. გამარჯობა, დიმა. დიანა, მე ამბოხე ფეხბურთელებზე რა სიტყვი? მორჩა, გოგოებო, ხვალ გავიკეთებთ ტატუებს. დიმა, არ მადარდებს. შავი აფეთქებები ვნახე. მე ამბოხეებო, რას მიერთმოთ, ახალი კაკაო გვაქვს კარამელით. პროვასტი, სამი ჭიქა მოგვიტანე. ეს პრო რატო არის შავი არაცვი? პროუსი შემოკლებით სახელია. პრო, გოგოებო, მოიცადეთ. პროვასტი, გვეხუმრები? ცარიელი ჭიქები მოგვიტანე. სუნით მიხვდები, რომ აქ მე ამბოხეები იყვნენ. კარგი, ახლავე მოიცადე. ლეილა, გენიოსი ხარ, ეს სუნამო იმიტომ დაგაქვს, რომ მე ამბოხეების სუნი აღარ იყოს? არა, იმიტომ რომ საფერფეროებში გავასხა. მაგარია, მეც ვატარებ აწის სუნამოს.იანა, კარი დაიჭირე. ლეილა, ნუ ნერვიულობ, მინჭირავს. და აბა, ახლა ვალენტინობისთვის შევხვდებით იმ ბიჭებს? ის ბიჭები აღარ გპასუხობენ. კარგი, იქნებ სხვა ბიჭებს შევხვდეთ მაშინ. 1, 2, 3, გამარჯობა ბიჭებო, ვარჯიშზე მივდივართ. გამარჯობა, მოიცა, ესეც ვარჯიშზე მიდის? 1, 2, 3. აქ მოდი. 1, 2, 3. მაქს, რას აკეთებ? მომისმინე, მე მეჩვენება თუ ჩვენ გოგოებთან ძალიან ხშირად ხარ. არ დაიყალე ყველგან გოგოების დევით. ბიჭებო, წყნარად, ტიმურ, ის ჩვენი მეგობარია, დაწყნარდით, ხო, რას აკეთებთ? გოგოებო, ხო გითხარით, ის ვარჯიშზე რაში გჭირდებათ? შენ უერევი. მომისმინეთ, მათ არ შევხვდები, ისინი ჩემი მეგობრები არიან. რომანტიკული ურთიერთობა არ მინდა, არც მერისთან, არც ყნობასთან და არც მასკოტთან. მე არ ვარ ჩილიდერი, მასკოტი ვარ. მოკლედ, ახლა აქ ვარჯიში აქვს და შენ აქ არ უნდა იყო.
აქ მხოლოდ სპორტსმენები უნდა იყვნენ, შეგიძლია წახვიდე. კარგი, მაგრამ იცოდეთ, დიანას ყველაფერს ვეტყვი, ის ჩემი მეგობარია და მხარს დამიჯერს. ბიჭებო, ეს რატომ გააკეთეთ? დიანას არ გვეშინია. თურმე ახლა დიანას ეთქვის ყველაფერს. კნობა არ მინდა რომ რაიანთან ერთად კიდევ ერთხელ გნახო. ჯანდაბა ტიმურის ხომ ჩვენი მეგობარია. კარგი კნობა, ნუ ნერვიულობ. G A M A G V E B A გამარჯვება. ბანი საუკეთესოა. Smile მინდა რომ რაღაც კითხო მითხარი რომ დამთანხმდები. კარგი, გვირდები. Smile ტატუს გაკეთება მინდა, შავი აფეთქება. არა, ტატუ არ უნდა გაიგეთო. ჯანდაბა. დიანა არ უნდა გეკითხა. ახლა Smile-ის გამო ვეღარ გავიკეთებთ ტატუებს? გოგოებო, ჩუმად იყავით. Smile, მე თუ გავიკეთებ ტატუს, შენ შეგიძლია გაიკეთო ტატუ. შენც ხომ ახლა მე ამბოხე ხარ. დიანა, მე ბიჭი მე ამბოხე ვარ, გოგო მე ამბოხე კი არა. Smile, რას გულისხმობ? ჩვეულებრივი პაწუკა. ხო, ძალიან პატარა. ჯერ არ ვიცი, გააჩნია ალბათ ძალიან თუ მთხოვ. დიანა, ტიმური და მაქსიმა ბულინგებენ, ძალიან ბოროტები არიან. დიანა, შენი მეგობარი მოვიდა, მას ნახო არ გინდა ყოფნა. გამარჯობა რაიან, რა დაგემართა? რაიან, იცი რა, ცუდ დროს მოხვედი. ახლა Smile-ს ვარწმუნებთ, რომ დაგვთანხმდეს ტატუების გაკეთებაზე. მისმენთ ბიჭებმა თავი თვითონ მოაგვარონ, დიანა რა შუაშია აქ? გოგოებო, მე უბრალოდ კონფლიქტში კარგი არ ვარ. დიანა, ეს შენი შეყვარებულის მეგობრები არიან და შენ უნდა მოაგვარო. რაიან, კარგი, ბავშვურად იქცევი. ისე რაიან, სანამ შემოხო უნდა დააგაგუნო ხოლმე. თქვენც მათნაირი უხეშები ხართ, მე ამბოხეები კი არა, ბოროტები ხართ. ჯანდაბა, მეგობარი დავკარგე, წავალ დაველაპარაკები. არა, არსად არ წავალ, ჯერ მითხარი ტატუს დახოთვის ნებართვის სანაცვლოდ რას მივიღებ. დიანა, იცოდე, ჩემი მეგობარი აღარ ხარ, ისედაც მთლიანად ჩავები გაცვია, მორჩა. ნეტა რაიანს რა დაემართა, ბუზმა უკბინა? ბუზმა არა, როგორც ჩანს ფუტკარმა. კარგი გოგოებო, წავალ, რაიანს დაველაპარაკები. უი, და Smile, თუ უფლებას მომცემ რომ ტატუ გავიკეთო, გუჩის ჰუდს გიყიდი. გუჩის თუ მიყიდი, მაშინ კარგი. შევთანხმდით. დიანა, რაზე უნდა ელაპარაკო რაიანს? გოგოებო, ვიცვლებით. ხვალ, სხვა კოსტუმები უნდა ვიყიდოთ, ყველას ერთნაირი, ასევე პარიკები და თუ ისინი მე ამბოხეები არიან, ჩვენ ბანდიტები ვიქნებით. ბანდიტები? რა? ხო, ბანდიტები. და აუცილებლად უნდა ვატაროთ ეს პარიკები, ჩემი თმა მიხდება. კი, ჟენია, აუცილებლად. ფერადი პარიკები გვექნება. კომბეშოებო, აქ რატომ სხედხართ? ან საერთოდ სად დადიხართ? კლასში თავისუფალი ადგილებია. დიახ, მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები გვაქვს განსახილველი. მალე ბანდიტები უნდა გავხდეთ და ახალი სტილი გვჭირდება. ქერა, კარგად ვიცი რომ ადრე ბანდიტი იყავი, მაგრამ მე 10 კლასერ კარგ გოგოებს სულ რაღაცებს არ უნდა ასწავლიდე. ახლა კი დროზე გაკვეთილზე შედით. ბლონდი. მასწავლებელო მაიკ, გოგოები არსადაც არ წავლენ, იმიტომ რომ ჩვენ ვარჯიში გვაქვს. მაგრამ ვარჯიში არ გვაქვს. ჩუმად იყავით, წავედით. ვარჯიში ხო? რატომღაც გონია რომ ატყუებთ, ამას აუცილებლად გავარკვევ. გოგოებო, მეგონა ვირთხები იყავით, მაგრამ ძალიან კეთილები ყოფილხარ. რაიან, შეგიძლია გვენდო და ყველაფერი მოგვიყვე. ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. ხო, რაიან, და ამ ბანის და მეამბოხებს აღარ დაელაპარაკო. მეგობრებო, უბრალოდ დიანას ძალიან ვენდობოდი. ჩვენ ძალიან კარგი დაქალები ვიყავით. ბიჭი და გოგო არა? რა მნიშვნელობა? აი მოვიდა დიანაც. დიანა რა არის? შენი მეგობარი აქ ტირის და წუწუნებს ამ ყველაფერზე. რაიან, არ უნდა იწუწუნო, წამოდი ვისაუბროთ. დიანა, რაზე ვლაპარაკობთ? კალათბურთელებმა შეურაცხყოფა მომაყენეს და შენ გვერდში არ დამიდე. ჩვენი საყვარელია წენინეს. რაიან, მისმინე, კალათბურთელები უბრალოდ ეჭვიანობენ მათ გოგოებზე. შენ ხომ სულ მათთან ერთად ხარ? დიანა, შეიძლება დაგელაპარაკო. დიმა, ახლა არა. დიანა, ძალიან მიხარია რომ გაგახსენდი. კარგი რაიან, წამოგავუმკლავდეთ. და ჩვენ რისთვის ვაწყნარებდით? ხო, როგორც კი დაინახა დიანა, ადგა და გაეკიდა. ვირთხებო, გაკვეთილზე რატომ არ ხართ? დროზე, მერხებთან. რა? რა დაგვიძახეთ მასწავლებელო მაიკ? არა, გოგოებო, ამას არ გულისხმობდი, უბრალოდ გაკვეთილზე შემოდით, თავისუფალია. არ ვიცი ცხვები სად არიან მასწავლებელო მაიკ, მათ არ დავყვებით. გამარჯვება! ნობა, შეიძლება კაპიტანი მე ვიყო? მერი, კიდევ მაგას ამბობ, სხვათა შორის იმედი მაქვს დიანა დაბრუნდება და თუ არ დაბრუნდა, მე ვიქნები კაპიტანი. ნობა, რას გულისხმობ? მერი, კნოპას კაპიტნის გამოცდილება აქ ის გომბეშოების ჯგუფში იყო. მერე რა, მეც ვიყავი ბაყაყებში. ხო, მაგრამ შენი კაპიტანი არ იყავი. ტიმურ, წავიდეთ. ლატე მინდა. კარგი, მე მაინც ვეცდები რომ კაპიტანი გავხდე. კარგი, გეყოფათ ჩხუბი. კარგი რაიან, აბა გაიშვირე ხელი, ვინ გაწყენინა აქედან? აი ესე. ბიჭებო, რატომ გაანაწყენეთ რაიანი?
გამარჯობა დიანა, ბიჭებსები უბრალოდ ეჭვიანობდნენ. ხო, დიანა აქ არ უნდა მოსულიყავი. დიანა, მე გეტყვი ყველაფერს რაც მოხდა. ჩვენ უბრალოდ ვარჯიშზე წამოვედით. რაიანი უკან გამოყვა, ყველაფერში ხელს გვიშლის. გასაგებია ბიჭებო და თქვენ რატომ გაანაწყენეთ რაიანი? მეორედ აღარ შეეხოთ. გასაგებია ყველასთვის? გაიგონეთ, მე თავი დამანებით. კი, გავიგეთ. შეხედე დიანა, ისევ მე დამცინია. კარგი რაიან, მაგაზე აღარ ინერვიულო. საყვარელო კაფეში არ მოდიხარ, სად გაიქეცი? ხო, სმაილ, რაიან, წამოდი. შეიძლება დიანა დაგელაპარაკო. კარგი სმაილ, კაფეში დამეულდე და მოვალ. ხო, კნოპა, გისმენ. დიანა, ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე კნოპა. დიანა, როდის დაბრუნდები? სერიოზულად. ჩემ გარეშე მართლა ვერ ართმევთ თავს. დიანა, იცი რა, დაბიღალე შენი კაპიტნის ადგილის დაცვით. მერის უნდა რომ წაგართვას და ჩემთვის ერთ-ერთი კაპიტანი შენ ხარ. მისმინე კნოპა, მართლა ძალიან მენატრებად შეძლიერობა და შენ მენატრები. იქნებ შემოგვიერთდე და ჩვენნაირად მე ამბოხე გახდე და მერი იყოს თავისთვის კაპიტანი. მარტო იქნება მაინც. რაღა მნიშვნელობა ექნება. დიანა, ეგ როგორ? მე და შენ ერთი და იგივე მიზანი გქონდა, ჩივლდერი ბანი და არ დაბრუნდები? ხო, კარგი კნოპა, დავფიქრდები, ოღონ დავფიქრდები და იცოდე მერის არ მისცე ჩემი კაპიტნის ადგილი. არ მივცემ. იცით რა, მე ამბოხეებო, ჩვენ მალე ბანდიტები ვიქნებით. ხო, და ხვალ მაგრად ჩაცმულები მოვალთ. ბაყაყებო, თავს ნუ ირცხვენთ რა, ბანდიტები. ხო, ბანდიტები. გასაგებია, მე ამბოხეებო. რამე უფრო ორიგინალური ვერ მოიფიქრეთ, ბაყაყებო? რაიან, მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩემთან აღარ მოხვალ წუწუნით, შენ ბიჭი ხარ. გასაგებია. დიანა, რაიანი საერთოდ არ მადარდებს. შეხედე, კუჩის ხუდი ავარჩიე. კარგი სმაილ, აუცილებლად გიყიდი. დიმა, დიანა მოვიდა, მიდი, ისევ სმაილთან ერთად რატოა? დიმა, სმაილის გეშინია? არაფრის მეშინია, მე უკვე თითქმის მიამბოხე ვარ. ხო და მიდი, მიამბოხე. კოსტა, ყოველთვის რატო მეუბნები რა გავაკეთო, როცა მომიდება წავალ. ბრაუს ყავა გამიგეთე. დიმა, შენ ვერ იქნები კარგი მიამბოხე, მშიშარა ხარ. არ ვარ მშიშარა, უბრალოდ ყავა მინდა. ხო, კი, ყავა გინდა. დიანა, სანამ გასული იყავი, ბაყაყებმა გვითხრეს, რომ რაღაც ბანდიტები იქნებიან. დიანა, შეხედე რა მაგარია. რა ბანდიტები? ვერ გავიგე, ეგ რას ნიშნავს? ხო, ნეტა ვიცოდეთ, კარგი თვითონაც არიციან ალბათ. დიანა, შეხედე რომელი უფრო მაგარია, ეს თუ ეს? სმაილ, ნებისმიერი, შენ რომელიც მოგწონს. პროვასტი, შეგიძლია ვანილის ნაყინი მომიტანო? დიანა, რა ნაყინი? მე გაცივდება. სმაილ, არ მადარდებს ნაყინი. მორჩა, ამ ბიჭებს უკვე გაკვეთილს ვასწავლი. მეგობრებო, რომელი კრივის სახეობა ვისწავლო? რაიან, ჯობია შენ კრივი საერთოდ არ ისწავლო. ხო, თორე გაგლახავენ, ძალიან სუსტი ხარ. რატომ იქნებ კარგად ისწავლოს და ჩემპიონი გახდეს? აქ რა ხდება? გაკვეთილებს ვის ვასწავლი? კლასში რატომ არავინ არ შემოდიხართ? მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა. მასწავლებელო მაიკ, ნაყინი ხომ არ გინდათ? ნაყინი გაგაციებს. კომბეშვებო, თქვენ ვარჯიში გაქვთ ხო? უკვე დამთავრდა მასწავლებელო მაიკ. ხო, დაგუმთავრდა და ახლა კლასში მოვდიოდით, ხო? რაიან, დიანა და ნასტია, დროზე გაკვეთილზე შემოდით. მასწავლებელო მაიკ, ჩვენ არ უნდა შემოვიდეთ. ჩუმად იყავი, იქნებ რომ შეგვამჩნია. რა თქმა უნდა, თქვენც უნდა შემოხვიდეთ. დღეს ყველა მშობელს ვეთქვი, რომ გაკვეთილებზე არ შემოდიხართ და კაფეში სხედხართ. მასწავლებელო მაიკ, დღეს რაღაც არ ხართ კარგ ხასიათზე. კარგი, სმაილ, დამელოდე, 20 წუთში მორჩება გაკვეთილი და გამოვალ ეგრევე. საკმარისი წელი თქვენ არ გექნებათ ხვალ, რადგან დილის 6 საათზე სკოლაში უნდა იყოთ. ჯანდაბო ბავშვებო, მასწავლებელ მაიკს არ ეძინა დღეს კარგად და ლაიქეთ გამოიწერეთ. ხო, გამოიწერე, გაკვეთილზე ხო, და წავედით კარგად.